ცუდი თემა ქვია პრინციპში რა, რაც ძალიან მაბრაზებს ხოლმე და უნდა ვთქვა, მით უმეტეს ისეთი სტუმარი ყავს, რომ მის სიტყვას მაინც გაიგებენ, ჩვენი აშკარად არის თვითონ არ ვიცი. ბევრი ჯგუფია Facebook-ზე, ერთ-ერთი არის ისეთი, სადაც დებენ ხოლმე მანქანით რაღაც უშნო ამბებს. წეღანაც ვნახე კახეთის გზატკეცილზე. კაი გემრიელი Mercedes-ით ვიღაც ახალგაზრდა ტიპი მიდის და 202 აქვს დადებული სიჩქარე. ღმერთმა არქნას რაღაც პატარა ამბავი მაინც რომ მოხდეს, შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მივიღოთ და წეღან მეულუდმელაძე ვახსენეთ, მასთანაც ჰქონდა ინტერვიუ და ამბობს, რომ საბავშვო ბაღიდან არის საჭირო გავზარდოთ შვილები, რომლებსაც ეწოდინებათ საგზაო უსაფრთხოების წესები და არ ვიცი ლუკა როგორც კიდევ ვიმეორებ, სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი. მინდა რომ აი ამ გადაჭარბებულ სიჩქარეზე თქვენი დამოკიდებულება მოვისმინოთ ჩვენ და მოვისმინოს მაყურებელმა რა. მეც დიდი ხანია უკვე ძღოლად ვითვლები 17 წლიდან მართვის მოწმობა მაქვს და მართლა ისეთია რომ ჩემს გარშემო ძალიან ბევრი შემთხვევები ყოფილა რომ გადაჭარბებული სიჩქარის გამო ეს ავარიები და ნაადრევად გამოსალმებული სიცოცხლე და რა თქმა უნდა ამას არ მივესალმები რომ სწრაფად სიარული ეს არის უსაფრთხოება და აი ყველა შენ თავს ხო აზიანებს სხვა აზიანებს შეიძლება უბრალოდ გამლელი მიდიოდეს და უბრალოდ ისეთი ადამიანი გამოასალმოს სიცოცხლეს და შეიძლება შენ თვითონ გადარჩე და ისედაც დაღუპული ხარ ხა ვინმე სიცოცხლეს რო შეიწირავ შენი მთელი ცხოვრება მე მგონი რომ უკვე ისეთი ლაღი და თავისუფალი აღარ იქნება და ამიტომ ერთი პატარა მომენტია რომ საჭესთან გინდა ტელეფონზე რომ საუბრობდე ან ტელეფონს რო ჩახედო ნუ მეც მქონია ესეთი მომენტი რომ ერთხელ საცობში ვიდექი ტელეფონს ჩავხედე და უცბად წინ უკვე მანქანა იყო და კი მსუბუქი ავარია იყო მაგრამ ნუ შემთხვევაა და ეს ესეთი პატარა გაუთვალისწინებელი ამის გამო ამიტომ პატარა საკში არიციან რომ რა შეიძლება რა საფრთხე შეიძლება მოყვეს და ეს მშობლებისგან უკვე და ესეთი ნუ თვითონ მევლუდიც ახსენეთ და მევლუდის გადაცემასაც მე ბევრს მიყურებია და ძალიან ბევრს საუბრობს ამ საფრთხოებაზე და როგორ უნდა მოიქცენ, როგორ უნდა იარონ და ნუ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია, ესე უბრალოდ არ ლაპარაკობს ხალხი ამაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს. და კიდე გავიმეორებ მიხოცები იმასაც. ამას წინათ იყო სკრინი ქონა დადებული, ჯარიმა მოვიდა ლუკა რუსთაველზე Mercedes-ით. საშუალო სიჩქარე იყო დაფიქსირებული 256 კმ/სთ. აი კიდევ ვიტყვი, შეიძლება იმან ფოტოშოპით, მაგრამ რუსთაველზე 256 დაადებინებ, ხო? ბოდიში ვარ, არ ახარ კარგი ადამიანი. გააჩნია მანქანებს შეუძლიათ არ ჭირდება ფოტოშოპი. რავი, რუსთაველზე. ნუ ცუდია რა თქმა უნდა, ცუდი ფაქტია. ჩვენი შვილები უყურებენ და ცუდი მძღოლები გამოვლა. დავამთავრე ამაზე, მადლობა რომ გამოვყენეთ.